სწორად გახსოვთ ყველაფერი. იქნებ სტუდიაშიც მალე მოგიწვიოთ. გააჩნია როგორ წავა ალბათ აქ ყველაფერი. იმედია. სწორად გახსოვთ ნამდვილად ყველაფერი. ეგორი ადამიანი მონაწილეობდა მათ შორის იმ 8 ადამიანთა შორის, რომელიც თავს დამესხა. 8 წლის წინ იყო ზუსტად საუბარი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან, რომ ოთარ ფარცხალაძეს განუზომელი ძალაუფლება მართლაც გამოიხატებოდა ამ სახელმწიფო ბანდიტიზმში, რომელსაც ის ჩადიოდა მთელი ამ წლების მანძილზე და მაშინ არა მხოლოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახური, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციები, რადიო თავისუფლება, მონიტორინგის სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიებები, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ ეს ადამიანი იყო განუზომელი ძალაუფლების მატარებელი. მისი ქონება და ბიზნეს ინტერესები იყო ყველგან თითქმის გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა მისი სიმდიდრე. 8 წლის თავზე ამ ხელისუფლებას მოუწია ასევე ასე ვთქვათ მისი ცხრეკა ალბათ გადაიკვეთა გარკვეული ინტერესები. აი რა ინტერესები ლაშა, იმიტომ რომ ის რომ ფარცხალაძე კორუმპირებული იყო და ღარიბაშვილიც და არ ვიცი ლილუაშვილი და კიდე ვინც დაჭერილები არიან, მიქაუტაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბურჭულაძე, ამის თაობაზე ხა ეს ახალი ინფორმაცია სპეციალურად თქვი წელი 2017 არ ვიცი 2017 წელი იყო ხო როდესაც 2017 წელს მოხდა ჩემზე უშუალოდ კი როდესაც თქვენ ამაზე საუბრობდით მაგრამ აი მას შემდეგ რამდენი წელი 10 თითქმის 10 წელია ხო 8 წელია გასული რატომ ახლა რატომ გადაწყდა ვინ გადაწყვიტა ცხადია ივანიშვილის გარეშე ეს არ მოხდებოდა რომ აი ესენი უნდა რაღაცა არ ვიცი კორუფციასთან ბრძოლის საფარია, რეალურად კორუფციასთან ბრძოლა. აი თქვენ რატომ და რისთვის? აი ეს არის კითხვა, რომელიც საუბარი როგორ მოვლენების განვითარება, როგორც ხდება ყოველთვის, იგივენაირად განვითარდა აქაც. რომ ამ ხელისუფლებამ წარმოშვა ეს ადამიანი განუზომელი ძალაუფლებით. მას არ ყავდა არანაირი არ არსებობდა არანაირი პერკეტი ამ ადამიანის დაბალანსების. მთლიანად მთელი მართლმსაჯულების სისტემა თითქმის იყო მის ხელში მოქცეული. პროკურატურა, ფინანსური პოლიცია, სუსის ანტიკორუფციულ ბიუროშიც მისი ძმა იყო დასაქმებული. შესაბამისად, ამ ადამიანის მენტალურმა მდგომარეობამ ის სრულად კრიმინალური ადამიანი არის, მენტალურად კრიმინალური. მიიყვანა იმ დონემდე, რომ ამ ადამიანმა ალბათ გადაკვეთა მასზე ძლევამოსილი ადამიანის ინტერესები. შესაბამისად, მას ახლა მოუწია. ბიძინა ივანიშვილის ინტერესები გადაკვეთა ოთარ ფარცხალაძემ. ვერ ვიტყვი, ვინაიდან დღესდღეობით არ არის ცნობილი კონკრეტულად რომელი სისხლის სამართლის დანაშაულზე არის, ასე ვთქვათ, ბრალდებული თუ დაჭერილი არ არის ყოველ შემთხვევაში საქართველოშიც არ იმყოფება მოსკოვშია უკვე წლებია გვარით შეიცვალა რომანოვი გახდა არც ვიცით რომელი სისხლის სამართლის საქმეზე არის ამ შემთხვევაში გამოძიება რაზე მიდის არ ვიცი ნამდვილად ამ მსმენია უბრალოდ ვიცით რომ ჩხრეკა ჩადდა და მისი და ჩოხელის სახლებში რომელიც ასევე მონაწილეობდა ჩემზე თავდასხმაში ეს ჩოხელი მისი თანხლები პირი არის როგორც მე მაქვს გაგებული მონაწილეობს ყველა მის ასეთ ბიზნეს ბანდიტიზმში, რომელიც მასაა განხორციელებული. შესაბამისად, ახლო მომავალში ვნახავთ თუ რა ინტერესებზეა საუბარი, რა საქმეზე არის ასე ვთქვათ ეს გამოძიება დაწყებული. თუმცა მას შემდეგ, ჩემი ინციდენტის შემდეგ, ეს ადამიანი არაერთ კრიმინალურ გარჩევაში მონაწილეობდა, ეხლა უკვე ბოლოს თავიდან დამწყები ბანდიტი იყო და მხოლოდ შემოიფარგლებოდა ასე ვთქვათ ფიზიკური ანგარიშწორებით, ეხლა როგორც ვიცით უკვე ერთი ადამიანის ყველობაშიც მოიხსენიება მისი სახელი და გვარი. ლევან ჯანგველაძის. დიახ, კი ბატონო, ანუ უკვე ყველობებზეც გადავიდა. ეს ზუსტად იწვევს იმას, რომ ამ ადამიანს არ ქონდა არანაირი არა შემაკავებელი ფაქტორი. შესაბამისად, ზუსტად მივედით იმ შედეგამდე, რა შედეგიც აუცილებლად უნდა დამდგარიყო, როდესაც ძალაუფლება, ჩვენ გაგვიგია, რომ ძალაუფლება რყმის, მაგრამ ადამიანებს, რომლებსაც აქვს სრულიად კრიმინალური მენტალიტეტი, ამ ადამიანებს აგიჟებს და ეს ადამიანი ალბათ გაგიჟდა მთლიანად
და გადაკვეთა ყველა საზღვარი, რა საზღვრებიც მას ჰქონდა დაწესებული. შესაბამისად, მივიდა დადგა ის შედეგი, რა შედეგის დღეს ჩვენ თვალწინ ყველაფერი ეს ვითარდება. აი თქვენც აღნიშნეთ ლაშა და გამოძიება მიმდინარეობს, ნახეთ რაღაც ამ სახლებიდან, ოღონდ ვისი სახლებიდან არ ვიცით, ამოღებული რაღაც ოქროს ზოდები, ოქროულობა, დასტები ფულის, საათები ძვირადღირებული და ასე შემდეგ. თუმცა სამი დღე გავიდა და ჩამიჩუმი აღარ ისმის. მივა დაჭერამდე ამ ადამიანების და ფარცხალაძე არ არის ერთადერთი, კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან სანდო, ძალიან ერთგული, ყოველ შემთხვევაში ასე ამბობდა ივანიშვილი მათ შესახებ თავის დროზე, ლილუაშვილზე, ღარიბაშვილზე, აი ამ ადამიანებზეა საუბარი. მივა მათ დაკავებამდე საქმე თუ აი როგორ ხედავთ თქვენ ამ ყველაფრის გაგრძელებას? ფარცხალაძის დაკავება არ ვიცი როგორ მოხდება, კიდევ ერთხელ ვამბობ, ის საქართველოში არ იმყოფება. მე ვფიქრობ, რომ ესეთი ნაბიჯებია უკვე გადადგმული, რომ რაღაცა შედეგი აუცილებლად უნდა დადგეს, ანუ რაღაცა პასუხები უნდა გაეცეს ამ კითხვებს, რომელიც ახლა საზოგადოებაში არსებობს. უბრალოდ არ დაიწყებოდა ეს პროცესი რაღაც კონკრეტული შედეგი რო არ უნდადეს ხელისუფლებას რომ დადგეს. სხვათა შორის სამართლიანობისთვის უნდა აღენიშნოს, რომ თავდასხმის დროს კობახიძე, ასე ვთქვათ, არ გამოსარჩლებია ოთარ ფარცხალაძეს, განსხვავებით იმ პრემიერისგან, რომელიც მაშინ იყო, კვირიკაშვილი და შემდგომ გახარიაც იცავდა თავგამოძიების. კობახიძე მაშინ რას წარმოადგენდა, ვერ ვიხსენებ. პარლამენტში იყო და წევრი იყო უბრალოდ პარლამენტის? აღარ მახსოვს, ან პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ან გადამდგარი იყო, არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ მაშინ მან განაცხადა, რომ ასე ვთქვათ, საგამოძიებო კომისიას შევქმნით და გამოვიძიებთ. ანუ ისეთი ხმალამოღებული დამცველი არ ყოფილა ოთარ ფარცხალაძის სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნო ახლა ეს ფაქტი. არ ვიცი, შეიძლება დღეის მდგომარეობით არ განეკუთვნება ირაკლი კობახიძე ამ ოთარ ფარცხალაძის ხაზს თუ რაღაც მიმდევრობას თუ ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში რა შედეგს მივიღებთ აი ამ ჩხრეკებისგან და გამოძიების დაწყებიდან, ახლა მომავალში ვნახავთ. თუმცა კორუფციასთან ბრძოლა ძალიან ბევრი წლის წინაც შესაძლებელი იყო და სურვილი შემთხვევაში ეს ანუ კორუფციასთან ბრძოლა თქვენ არარეალურად მიგაჩნიათ ამ კონკრეტულ ამ შემთხვევაში? ფიქრობთ, რომ ეს არ არის მთავარი, ხო, რომ დავაზუსტოთ? ანუ მთავარი არის შედეგი რა დადგება და საბოლოო ჯამში პასუხისგებაში მიეცემიან ეს ადამიანები და კიდევ უფრო მეტად ვნახავთ შემდგომში როგორ განვითარდება მონოლემი. ეს ახლა ყველაფერი ძალიან ნათლად ჩანს, შემდგომ კორუფცია არის თუ არ არის ქვეყანაში. ამიტომ ამ ეტაპზე რაიმე თქმა, რომ ჩვენ რაღაც შედეგი გვაქვს უკვე მიღებული, ნამდვილად არ არის შესაძლებელი, იმიტომ რომ რასაც უყურებს სრული განმკითხაობა ამეთ ქვეყანაში. კორუფცია რო არის ამ ქვეყანაში, ამაზე წლებია თქვენ თავადაც გქონდათ მაშინ დასკვნები და ამაზე წლებია ყვება მედია, წლებია ყვებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა ამ დრომდე არავინ ყური არ გაიბერტყა, ამიტომ არის კითხვის ნიშნის ქვეშ, უკავშირდება თუ არა ეს რეალურად კორუფციასთან ბრძოლას თუ უკავშირდება ეს რაღაცა კლანებს შორის ბრძოლას თუ შესაძლოა კიდევ უფრო მეტი იყოს და დაუშვათ უკავშირდებოდეს. ჯერჯერო წლების გამოცდილება გვანახებს, რომ ეს კორუფციასთან ბრძოლა ეს არ შეიძლება დაერქვას ამას, ვინაიდან მთელი ამ წლების მანძილზე ამ ადამიანებმა მიუხედავად იმისა, რომ აუდიტის სამსახური იყო თქვენ ჟურნალისტები თუ სხვადასხვა, არაერთი გადაცემა აქვს, მარტო ნოდარ მელაძის გაკეთებული, ყოველ შაბათ-კვირას საშინელებები ისმის, ხო? ანუ ამ კორუფციასთან დაკავშირებით. არანაირი რეაგირება არ ყოფილა, ამიტომ კორუფციასთან ბრძოლა ესე მხოლოდ რამოდენიმე სახლის გაჩვენით არ თავრდება და არც იწყება, ამიტომ ესა განგრძობითი პროცესი არის და თუ გასული ამდენი წლის მანძილზე არაფერი არ გაუკეთებია. ძალიან დიდი ეჭვები იქნება საზოგადოებაში ყოველთვის, რომ არავის არ სურს კორუფციასთან ბრძოლა, თუმცა ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები აი ამ კონკრეტულ ხალხთან მიმართებაში. კი ბატონო.
დაკვირვება არ მოვაკლდებათ. კი, თქვენ ახსენეთ ირაკლი კობახიძე და სხვათა შორის ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით არის ასეთი მოსაზრებები, სწორედ რომ კობახიძე არის ის ადამიანი, აი ყოფილი ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან მოგვისმენია, ღიად საუბრობენ ისინი ამაზე ეთერებში. კობახიძე არის ის ადამიანი, რომელიც არწმუნებს, ცდილობს და არწმუნობს ივანიშვილი, რომ ეს ადამიანები გარდა იმისა, რომ არიან კორუმპირებულები, არიან მოღალატეები. გულისხმობ ფარცხალაძეს, ლილუაშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს. რახან 3 დღე არის გასული და ეს ადამიანები არ არიან დაჭერილი. შეიძლება ითქვას, რომ კობახიძემ ვერ მოახერხა ივანიშვილის დარწმუნება ამაში, რომ ისინი არიან მოსაშორებელი და დასაჭერი. არ ვიცი, არ მსმენია ნამდვილად რას ელაპარაკება კობახიძე მოღალატეობასთან დაკავშირებით, ოთარ ფარცხალაძე დადგენილი, ასე ვთქვათ, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი პირი არის უკვე, ხო, ნუ დასანქცირებულია მაგის გამო, როგორც რუსეთის ინტერესების გამო. დასანქცირებულიც რომ არ იყოს, ციხელმოედანზე დგას ძემპაბედიზე, გეორგიევსკის ლენტით სურათებს იღებს და სელფებს აგზავნის საქართველოში. მეტი რაღა უნდა გააკეთოს, რომელსაც დაასანქციროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თვითონ იძახის რაც არის და ამას არც მალავს. ამიტომ ამის თქმა ირაკლი კობახიძეს მე მგონი არც დაჭირდება, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. რაც შეეხება კორუფციასთან დაკავშირებით, ნუ კობახიძესთან მიმართებაში მე აუდიტის სამსახურში საქმიანობის დროს ნამდვილად არ მქონია არანაირი, ასე ვთქვათ, ინფორმაცია, რომ თვითონ ის რაიმე სახის, ასე ვთქვათ, კორუფციულ სქემებში იღებდა მონაწილეობას, ნამდვილად არ ყოფილა ესეთი რამ. თუმცა ეხლა რამდენად რეალურად ის ებრძვის, ვნახავთ ძალიან ახლო მომავალში. კი, ლაშა, თქვენთან ყოფილა თუ არა ბოლომდე იმას, რაც ეხლა აი ამ კონკრეტულ პროცესებთან დაკავშირებით დაიწყო. კი ბატონო, ლაშა, თქვენთან აი მას შემდეგ რაც წახვედით საქართველოდან, მერე რაიმე ან მუქარების შემოთვლა, ან რაიმე კონტაქტი ყოფილა თუ არა ფარცხალაძისგან, ან არ ვიცი. რაიმე ხომარ შემოგითვალეს. ვერ შემომიწვიდნენ, იმიტომ რომ ეხლა ეგ რომ გაეკეთებინათ, ძალიან დიდ შარში ამოყოფდნენ თავს და ამერიკის შეერთებული შტატებში პირადად ხომარ ყოფილა თქო თქვენთან გზავნილები. არა, პირადად აღარ ყოფილა, მათ ყოფნის პერიოდში, იცი, თავდასხმის მერე მე 1 წელი საქართველოში ვიყავი, არ წავსულვარ, ანუ მეორე დღეს არ გავხსოვენ, დავასრულე ჩემი ვადა. შემდგომ ვიყავი, ველოდებოდი, რამდენად განხორციელდებოდა ეს მართლმსაჯულება, მაგასაც გავაკვირდი და შემდგომ დავტოვე, იმიტომ რომ ნუ იმის თქმა რომ ეხა მემუქრებოდა თუ არა გარკვეული საფრთხე, მე მგონი, რა ვიცი, მე არ ვიტყვი, იმიტომ რომ რაღაც უხერხულად ხოცნობ თავს, მე მგონი ოთარ ფარცხალაძისგან ყველაფერი არის მოსაუბრებელი და იყო კიდევაც, ასე ვთქვათ, კეთილი მსურველებისგან შემოთვლები, რომ დამეტოვებინა ქვეყანა, ვინაიდან გარკვეული პროვოკაციები მზადდებოდა და მოხდებოდა კიდევაც აუცილებლად და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფიზიკური ლიკვიდაცია შეიძლება პირდაპირ ფიზიკური ლიკვიდაცია და მეორე მხრივ არის, როდესაც უბრალოდ არანაირ გასახანს არ გაძლევენ, რომ რამე გააკეთო ადამიანმა და ეხლა ერთიც და მეორეც განაპირობებს ადამიანის გადაწყვეტილებას თუ როგორ უნდა მოიქცეს. კი, ვაშა, ჩამოხვალთ როდისმე საქართველოში დაბრუნებას აპირებთ ხელისუფლების პირობებში თუ ელოდებით როდის შეიცვლება ხელისუფლება? მე ერთი თხოვნა მექნება, რომ არავინ არასდროს არ თქვას, რომ ადამიანები ემიგრაციაში თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოდიან უკეთესი ცხოვრების, ასე ვთქვათ, საპოვნელად. ყველა ადამიანს უკეთესი ცხოვრება უნდა თავის ქვეყანაში, თავის მშობლებთან, თავის მეგობრებთან და იმ გარემოს, სადაც გაიზარდნენ. ადამიანები აქ მოდიან თავის გადასარჩენად. ყველა, არა მხოლოდ ლაშეთროდი, არამედ ყველა, ვინც აქ არის და უწევთ ძალიან მძიმე პერიოდების გავლა იმისათვის, რომ დამკვიდრდნენ. თუმცა მაინც ბოლომდე ამ ადამიანებს არ აქვთ განცდა იმისა, რომ არიან თავის ქვეყანაში და ყველა ადამიანს ურჩევნია უკეთესი ცხოვრება იპოვოს თავის ქვეყანაში, თავის მეგობრებთან, მშობლებთან და თავის საცხოვრებელ, ასე ვთქვათ, ანუ აპირებთ დაბრუნებას ამ ხელისუფლების პირობებში თუ ელოდებით რომ შეიცვალოს ხელისუფლება? ვაპირებ დაბრუნებას იმ შემთხვევაში თუ მე და ჩემს ოჯახს ექნებათ შესაძლებლობა რომ ნორმალურად იცხოვროს და არ ექნებათ იმის შიში რომ ვიღაცამ შეიძლება მოვიდეს ესწავლოს დაჭრას ან რაიმე უბედურება ჩაიდინოს. აი შემდგომ რა თქმა უნდა ვაპირებ რომ
ჩამოვიდი საქართველოს და ვიცხოვრო იქ, სადაც დავიბადე და გავიზარდე, იმიტომ რომ სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ჩემი ქვეყანა იქნება ჩემთვის, ვიცი, სანუკვარი ადგილი, სადაც უნდა ვიყო. ლაშა. ეს არის ჩემი რწმენა. მადლობა ძალიან დიდი წარმატებები თქვენ და გისურვებთ რომ მალე უსაფრთხო ქვეყანაში და უსაფრთხო საქართველოში შეძლოთ დაბრუნება. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს იბრძვის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, აზრის თავისუფლებისთვის, ადამიანის უფლებებისთვის და ყველა იმ ძირითადი უფლებისთვის, რაც ადამიანისთვის არის ნორმალურად საარსებო და მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ და ბოდიში მოგიხადოთ რომ მანდ არ ვარ თქვენს გვერდზე, იმიტომ რომ ესე მოხდა რომ მომიწია საქართველოს დატოვება.